მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავიგებთ ყველაფერს Darknet-ის შესახებ. და გავიგებთ თუ როგორ და მოვხვდეთ Darknet-ში, საერთოდ რა არის ეს Darknet-ი, რეალურად მართლა ეგეთი საინტერესოა, როგორც ყველას გონია და ყველას არ მოუდგენია, რეალურად ისეთია თუ არა, როგორც ფილმებში და საერთოდ რატომ არის ასოცირებული ასეთ რაღაცა ნისლთან და სიბნელესთან ეს Darknet-ი. ძალიან საინტერესო თემაა. მოდი იქამდე ჩავშალოთ, დავსვათ სხვადასხვა კითხვები, თუ როგორ მუშაობს საერთოდ ეგ გარემო და შემდეგ რა თქმა უნდა პრაქტიკაც გავიაროთ და ყველანი ერთად შევიდეთ ბნელ ქსელში. რეალურად ჩვეულებრივ ადამიანებს Darknet-ის ხსენებაზე ყოველთვის წარმოუდგენიათ რაღაცა სასწაული, რაღაცა მიუკლეველი ადგილი, ძირითადად ეს ოდნა მოდის მათი ფილმებიდან. და რეალურად Darknet-ი რო ვახსენოთ და ავხსნათ, ეს არის ჩვეულებრივ ინტერნეტში მყოფი ინტერნეტი, რომელშიც ასე ჩვეულებრივი ბრაუზერის გამოყენებით ვერ მოხვდებით და ამისთვის ჩვენ გვჭირდება რომ გამოვიყენოთ Tor-ი, რომლის პრაქტიკასაც აუცილებლად გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დავაყენოთ და როგორ უნდა შევიდეთ. გარდა ამისა, სანამ გადავალთ უფრო პრაქტიკულ ნაწილზე, მოდი თეორიულად გავიაროთ თუ რა ხდება და საერთოდ რა არის ეს Tor-ი. Tor-ი ზოგადად არის Onion ბრაუზერი, რომელიც გვთავაზობს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას და ეხა მარტივად რო აგიხსნა თუ საიდან გამომდინარეობს ეს უსაფრთხოება, რეალურად Tor-ის ნეტვორკი, ესე ვეძახით, იქნება, როდესაც ჩვენ უკავშირდებით Tor-ის სერვერებს, ყველაზე ასე ვთქვათ, რატომ არის Tor-ი ასეთი უსაფრთხო, ამაზეც რო 1-2 სიტყვა ვთქვათ, როდესაც თქვენ იყენებთ მაგალითად VPN-ს, თქვენ უკავშირდებით თქვენი მოწყობილობიდან VPN-ის სერვერს და შემდეგ იქიდან გადიხართ გარეგზელში. ეხლა რა ხდება Tor-ში? Tor-ში იმის მაგივრად, რომ ერთ სერვერს დავუკავშირდეთ და ერთხელ გადავფაროთ ჩვენი IP მისამართი, უკავშირდებით, ანუ როდესაც Tor-ის ქსელს უკავშირდებით, ჩვენი მოწყობილობა ხდება ერთ-ერთი ნოუდი ამ Tor-ის ქსელში და რეალურად ერთი მოწყობილობა უკავშირდება მეორეს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და ასე გადის ჩვენი ტრაფიკი. ანუ თითოეულ გზაზე, ანუ ერთი A-წერტილი და B-წერტილში ტრაფიკი რომ მივიდეს, გადის რამოდენიმე სხვადასხვა სერვერზე. რეალურად ეს სერვერები შეიძლება იყოს პატარა მოწყობილობები, რომლებიც ამ Tor-ის ქსელში არიან ჩართულები და არა ისეთ რაღაცა დიდი კომპანიის ვებ სერვერები, რომლებსაც მაგალითად VPN-ის შემთხვევაში ვიყენებთ, ხო? რეალურად Tor-ში გვაქვს Tor-ის ნეტვორკში გვაქვს entry node-ი, ანუ სადაც პირველი მოთხოვნა მიდის და შემდეგ გვაქვს შემდეგი ნოუდები და გვაქვს exit node-ი. მოდი Tor-ის უსაფრთხოებაზეც ვისაუბროთ. ასე ვთქვათ, გავარდნილია ხმა, რომ Tor-ი რეალურად სასწაულებრივ უსაფრთხოებას გვთავაზობს. ანუ ეს იდეაში მართლაც ესეა, მაგრამ აქაც გვაქვს რაღაც სუსტი წერტილები, რაც აუცილებლად უნდა დავაგვირდეთ. როდესაც ჩვენი მოწყობილობიდან, ასე ვთქვათ, მოთხოვნა request-ი გადის პირველ node-ზე, ანუ როდესაც entry node-ზე შედის, ეს არის რაღაცა კრიტიკული წერტილი, სადაც შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი მოთხოვნის გადაჭერა, ანუ interception-ის გაკეთება და რა თქმა უნდა, გამოსასვლელ node-შიც შესაძლებელია, რომ ასე ვთქვათ, ვიღაცამ გადაიჭიროს ეს მოთხოვნა. მაგრამ აქ საინტერესო ფაქტი არის ის, რომ თითოეულმა node-მა იცის თუ ვისგან მიიღო ინფორმაცია და ვის უნდა გაუგზავნოს ინფორმაცია. რეალურად თუ კი ავიღებთ ამ ხუთ თითს, როგორც Tor-ის networks და node-ებს, აქედან როდესაც მოდის ამ თითზე ინფორმაცია, ხო, ამის შესახებ იციან მხოლოდ ამ node-მა და ამ node-მა. ხოლო როდესაც ამქ მოდის ეს ინფორმაცია, ხო, ამ ინფორმაციის შესახებ იცის მხოლოდ მისმა, ანუ ამ node-მა იცის, რომ ეს request-ი მიიღო ამ node-ისგან და უნდა გაუგზავნოს ამ node-ს, ხო? მას წარმოდგენა არ აქვს, რომ რეალურად ეს ორი node-იც ჩართულია ამ ქსელში. ცოტა მიჭირთითებით ამის ახსნა, მაგრამ როცა სტუდენტებს ვუხსნი ხოლმე, ეს ყველაზე მარტივი გზაა, ჩემი აზრით, ხო? ანუ რეალურად უსაფრთხოება იქნება მან, რომ თითოეულმა node-მა იცის თუ საიდან მიიღო ინფორმაცია და სად უნდა გაგზავნოს. ხო? ანუ მათ წარმოდგენა არ აქვთ, მათ გარდა თუ არიან სხვა node-ები კიდე ამ ქსელში ჩართულები. სწორედ ეს უზრუნველყოფს Tor-ის, ასე ვთქვათ, ასეთ უსაფრთხოებას და გვეხმარება, რომ ასე ვთქვათ, დავფაროთ ჩვენი ტრაფიკი. გარდა ამისა, Tor-ის მინუსებზეც რო ვისაუბროთ, ვინაიდან ამდენი node-ი არის ჩართული, ხო, ეს ასუსტებს ჩვენს კავშირს, ასე ვთქვათ, request-ის გაგზავნას და მიღებას შორის, ესე იგი გვაქვს ძალიან დიდი delay, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია იგზავნება, ანუ ძალიან დიდ გზას გადის, რომ მივიდეს საბოლოო დანიშნულების წერტილამდე, ხო?
ასევე უსაფრთხოებაზე, ტორის უსაფრთხოებაზე კიდევ რომ ვისაუბროთ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება იყოს მავნე კვანძები, ეგრეთ წოდებული, ანუ მავნე ნოუდები, ასე ვთქვათ, ჰაკერების ან რაღაცა დიდი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ეძებენ ამ ჰაკერებს, რაღაცა ყალბი სერვერები იყოს დაყენებული, ისეთები, რომლებიც უბრალოდ ტრაფიკს ისმენენ, ხო? და რაღაც სახის ინფორმაციები გადაიჭირონ. ასე ვთქვათ, გასვლის ნოუდი, ანუ ბოლო ნოუდი თუ არის კომპრომეტირებული ან ისეთი ადამიანის ხელში, ვისაც სურს ამ ინფორმაციის დეკრიპტაცია და ნახვა, მანდაც შეიძლება შეგვექმნას რაღაცა დონის საფრთხე, ხო? მაგრამ ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ საერთოდ გაირკვეს, საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია. სწორედ ამიტომ გვთავაზობ story უმაღლესი კლასის უსაფრთხოებას და სწორედ ამიტომ ვიყენებთ მას darknet-ში შესასვლელად. რეალურად ამ darknet-ს ქმნის, ასე ვთქვათ, ეს Tor-ის იუზერები და Onion web პლატფორმები ამ Tor-ის ქსელში. რეალურად თქვენ რო შეხვიდეთ darknet-ში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ეწვიოთ ისეთ ვებსაიტებს, რომლებიც რეალურად ჩვეულებრივ World Wide Web-ში არ არიან ჩართულები და მათი, ასე ვთქვათ, დაბლოება არის წერტილი Onion. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში არის facebook.com, Tor-ის network-ში Facebook-ი იქნება როგორც facebook.onion. ხო? სწორედ ამიტომ თქვენ რო ჩვეულებრივ ბრაუზერში ჩაწეროთ facebook.onion, საერთოდ ვერაფერს ვერ იპოვით. მაგრამ darknet-ში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უბრალოდ Tor-ის ქსელს დაუკავშირდებით და ჰოპ, თქვენ უკვე darknet-ში ხართ და რაღაცა ჰაკერი ხართ, რაღაცებს ჰაკერობთ. არა. როდესაც Tor-ის ქსელში შეხვალთ, თქვენ აქედან უნდა იცოდეთ თუ როგორ მოძებნოთ შესაბამისი marketplace-ები, ხო? რეალურად darknet-ი ეწოდება სწორედ მაგ, ასე ვთქვათ, სივრცის ერთობლიობას, მაგ ყველა, ასე ვთქვათ, web ფორუმებს, რომლებიც darknet-შია, ანუ Tor-ის ქსელშია, ხო, Onion routing-შია, ყველა იმ marketplace, სადაც რაღაცა არალეგალური რაღაცები იყიდება, ან შეიძლება ინფორმაცია გაიყიდოს, ნარკოტიკები, იარაღები, ძალიან ცუდი რაღაცები, ხო? სწორედ ამას ყველაფერს ჩვენ ვეძახით darknet-ს. ესე იგი, darknet-ი არის ინტერნეტში მყოფი ინტერნეტი, სადაც გვჭირდება სპეციალური ხელსაწყო იმისთვის, რომ შევიდეთ. მაგრამ როდესაც დაუკავშირდებით Tor-ის ქსელს, აქედანაც უნდა ვიცოდეთ თუ სად წავიდეთ და როგორ წავიდეთ. ანუ წარმოიდგინეთ რაღაცა დიდ შენობაში შედიხართ და უნდა იცოდეთ კონკრეტული მისამართები თუ როგორ უნდა ეწვიოთ მათ. და ასე ვთქვათ, ასე არ ყრია ეს ფორუმები. და მოდი ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ ამ ფორუმების უსაფრთხოებაზეც. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ამ ფორუმებიდან დაგჭირდებათ რაღაცების ყიდვა, გამოწერა, ვინაიდან აქ გვაქვს უმაღლესი კლასის უსაფრთხოება, ეს გულისხმობს როგორც თქვენი ტრაფიკის დაშიფრვას, ასევე ამ ტრანზაქციებს, ხო? აქ ტრანზაქციები ხდება, როგორც ვიცით, კრიპტოვალუტებში და აქ, ასე ვთქვათ, როდესაც ჰაკერებს და ცუდ ტიპებს აქვთ უმაღლესი დონის უსაფრთხოება, ანუ მათი დათრექვა, ასე ვთქვათ, შეუძლებელია, მათ ისინი ამას იყენებენ ძალიან ცუდად, ხო? შეიძლება ძალიან ბევრ სკამერს ააწყდეთ, რომლებიც გადაგაგდებენ, მოგატყუებენ, თანხებს აგართმევენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, სანამ Tor-ის ქსელს დაუკავშირდებით პირობითად და შევალთ და რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ შიგნით, აუცილებელი არის, რომ გავითვალისწინოთ, რომ ასე ვთქვათ, რაღაცების შეძენა marketplace-ებზე შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, არ გამოიყენოთ თქვენი რეალური აკაუნტები, ჩემი რჩევა იქნება, არ გამოიყენოთ თქვენი პირადი სახელები, გვარები და თქვენი პერსონალური მონაცემები, ვინაიდან არავინ არ არის დაცული Tor-ის ქსელში, ასე ვთქვათ, უმაღლესი უსაფრთხოება მათ უწყობთ ხელს, რომ ძალიან მარტივად დასკამონ ადამიანები, გადააგდონ და საერთოდ გაქრნენ, ხო? გარდა ამისა, თქვენ თუ კი დაუკავშირდებით Tor-ს, ანუ ასე ვთქვათ, ასე პირდაპირ დაკავშირებაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამიტომ ადამიანები იყენებენ სხვადასხვა ტიპის VPN-ებს, ანუ ჯერ უკავშირდებიან რაღაცა VPN servers და შემდეგ შედიან Tor-ის ქსელში, ანუ შემდეგ უკავშირხსნიან Tor-ის ბრაუზერს, ერთვებიან Tor-ის ქსელში. ეს კიდევ დამატებით უსაფრთხოებას ამატებს, ვინაიდან ზოგიერთ ქვეყანაში ეს Tor-ის ასე ვთქვათ, Tor ბრაუზერის და darknet-ის გამოყენება არის არალეგალური. ორგანიზაციები ისეთი როგორც არის მაგალითად FBI და მსგავსი დიდი, ასე ვთქვათ, კორპორაციები, აქაც არიან, ძალიან ბევრ ფორუმებს ხურავენ, კეტავენ იმისთვის, რომ შეაჩერონ, ასე ვთქვათ, რაღაცა არალეგალური ინფორმაციების გაყიდვა ამ marketplace-ებზე, ასე ვთქვათ, ამ ნარკოტიკების, იარაღების და მსგავსი რაღაცების გაყიდვა ამ პლატფორმებზე და ყოველთვის ცდილობენ რომ დახურონ ეს marketplace-ები, დათრეკონ ადამიანები და მოკლედ ძალიან ბევრი საფრთხე არის Tor-ის ქსელში, ამიტომ სანამ შევალთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ
რეალურად შეიძლება რაღაცა პრობლემები შეგვექმნას. ამიტომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ძალიან დიდი დაფიქრება გავაკეთოთ და ისე გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ახლა კი რადგანაც ასე ვთქვათ, ასე თუ ისე წარმოდგენა შეგვექმნა თუ რა არის Tor-ი, რა არის Darknet-ი, მოდი ერთად ვისწავლოთ ის პრაქტიკა თუ როგორ უნდა შევიდეთ Darknet-ში და სხვათა შორის გაგიზიარებთ ერთ-ორ პლატფორმას Tor-ში შესვლის შემდეგ, თუ სად შეგიძლიათ შეხვიდეთ marketplace-ებზე, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ასე ვთქვათ, უბრალოდ თუ შეხვალთ და გამოხვალთ, არანაირი ტრანზაქცია არ გააკეთოთ, არაფერი არ იყიდოთ, არ მიაბათ არანაირი მონაცემები და არ გამოიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია Darknet-ში. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ უბრალოდ შეგიძლიათ შეხვიდეთ, დაათვალიეროთ და გამოხვიდეთ. მოდი დავიწყოთ. როგორც ვახსენეთ, იმისთვის რომ შევიდეთ Tor-ის ქსელში, ჩვენ გვჭირდება რომ გადმოწეროთ Onion ბრაუზერი, ანუ Tor-ის ბრაუზერი. ამისთვის ნებისმიერ ბრაუზერში დავსერჩავთ Tor ბრაუზერ და ასეთ ოფიციალურ ვებგვერდზე, ანუ torproject.org-ზე შემოვალთ და აქ შეგვიძლია ჩვენი ოპერატიული სისტემისთვის გადმოწეროთ ეს ბრაუზერი, ამ შემთხვევაში გადმოწერ Windows-ისთვის და დავიწყებ ამის ინსტალაციას. გადმოწერის დასრულების შემდეგ უბრალოდ გავხსნით ამ exe files და დავიწყებთ აპლიკაციის ინსტალაციას. მოდი აქეთ ეკრანზე გადმოვიტან. აი ესეთნაირად გამოჩნდება, მივყვებით მარტივად ინსტრუქციას. install. დაველოდებით, მივცემ ცოტა დროს და ასე ვნახავთ, რომ შეგვეძლება რომ დავაფინიშოთ და დავსტარტოთ ჩვენი Tor-ის ბრაუზერი. გაიხსნება ასეთი პანჯარა, გადმოვიტანოთ აქეთ. იბატონო. და ჩვენ უკვე გვაქვს Onion ბრაუზერი, სადაც უბრალოდ მარტივად დავაწვევით connects და ახლა ჩვენ დავუკავშირდებით Tor-ის ქსელს. იბატონო, ახლა ჩვენ ვართ დაკავშირებული Tor-ის ქსელთან და აქ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ თვითონ ბრაუზერში ნავიგაცია, ხო? იბატონო, როგორც ვახსენეთ, მას შემდეგ რაც დაუკავშირდებით Tor-ის ქსელს, ჩვენ გვჭირდება რომ სადღაც წავიდეთ, ანუ უნდა ვიცოდეთ იმ ასე ვთქვათ dark ფორუმების მისამართები, სადაც მაგალითად არის მიმოწერები ფორუმებია და ასე შემდეგ. ამის ძებნა შეგვიძლია პირდაპირ ამ ქსელიდანაც, რომ მოვძებნოთ რაღაცა Onion ვებსაიტები, ასე შემდეგ, მაგრამ ასე ვთქვათ, ისეთი საინტერესო ვებ პლატფორმები, სადაც რეალურად ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება, ეს მარტივად მოსაძებნი არ არის და ამაზე შემიძლია ცალკე ვიდეო გავაკეთო, მაგრამ იქამდე მოდი ვნახოთ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, ერთ-ერთი ფორუმი დარკვების, სადაც, ასე ვთქვათ, შეგვიძლია შევიდეთ, აქედან დავლოგინდეთ, დავრეგისტრირდეთ და წავიკითხოთ სხვადასხვა ინფორმაციები. ეს არის ჩვეულებრივი დარკვების ფორუმი და რეალურად ასე გამოიყურება Onion ლინკები, ხო? ანუ რაღაცა გაურკვეველი ტექსტი თავიდან და ბოლოში .onion. სწორედ ეს არის დარკვები და უკი თქვენ მაგალითად კარგად მოძებნით იმ marketplace-ებს, სადაც რეალურად ხდება რაღაცების ყიდვა-გაყიდვა და ასე შემდეგ, იქ ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებს ნახავთ. მოდით ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ, ნახეთ, გატესტეთ, მოძებნეთ რამე საინტერესოს თუ იპოვით და როგორც კი ავალთ 2000 გამომწერზე, მე თქვენ გასწავლით თუ როგორ დააყენოთ თქვენი საკუთარი AI მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ Tor-ის ქსელში იპოვოთ ისეთი პლატფორმები, უბრალოდ ერთი კომანდის გაშვებით, აი მაგალითად მომიძებნე marketplace-ები, სადაც იყიდება რაღაცა იარაღები და ასე შემდეგ, ხო? დავაყენებთ AI მოდელს, რომელიც დაგვეხმარება, რომ მოვძებნოთ მსგავსი marketplace-ები, ნებისმიერი რამ, რაც დარკვებში გვაინტერესებს, ხოლო იქამდე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი დროებით.